რა მომენტი გამახსენდა იცით თავიდან რომ დავიწყე ფრილანსერობა როდესაც ადამიანები ჯერ მაინც მთელი პრინციპში სოფლიოც არ არის ჯერ მიჩვეული იმას რომ შეიძლება მე სახლში ვიყო და ამ დროს სამსახურში ვიყო რა მუშაობდი რაღაცა ვალდებულება მქონდეს რომელიმე კომპანიის ან დამკვეთის წინაშე რომ დროის ამ მონაკვეთში რაღაცა მათ საქმეს ვაკეთებ ხო დავალებას ვასრულებ რაღაცა პროექტზე ვმუშაობ და ამ დროს დაუშვათ ახლობლები რეკავენ ლადო სათხარ სახლში ვარ აი გამოვალ მაშინ რა და გამოხვალ ხა როგორი ახალებას ვთქვა არ გამოხვიდე ხო და მაგრამ და ამ დროს სამუშაო გაქვს მე კიდე დაუშვათ ზარი ლადო სახლში ხარ კი სახლში ვარ რას დალევ რას დავლევ სამუშაო მაქვს ხო და აი ეს რაღაცა პირველი ეტაპი სანამ ყველამ გავითავისეთ რომ შეიძლება მე სახლში ვიყო და სახლში იმიტომ კი არ ვარ რომ შვებულებაში ვარ ან თავისუფალი დღე მაქვს რაღაცა აღებული სამსახურიდან არა სახლში ვარ სახლთან მუშაობ რა ამ დროს მეორე ვარიანტიც ხო შეიძლება მე ვიყო ბათუმში შეიძლება ვიყო თელავში ზუგდიდში ხო სადღაც სხვადასხვა ლოკაციაზე და ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ შვებულებაში ვიყო და გადავწყვიტე რომ შევიცვალო სამუშაო დაუშვათ ლოკაცია რაღაცა დროის განმავლობაში გარემო შევიცვალო ცოტა ხანი წავიდე დაუშვათ ოჯახთან ერთად და იქედან ვიმუშაო ხო მაგრამ იქაც რა თქმა უნდა ეს გამოზომილი გრაფიკი უნდა კონდეს ესე ვთქვათ რა გამოზომილი დრო უნდა კონდეს რომ აი დროის ამ მონაკვეთში ვმუშაობ და ახლა იმიტომ ხო არ მივდივარ სადღაც რომ სხვა იმაში დავიძინო გარემოში ხო იქ რაღაცა გახვიდე ქალაქის ღირსშესანიშნაობა დაათვალიერო რაღაცა გააკეთო ან დაუშვათ შეიძლება შეხვედრა გაქვს იქ დაუშვათ ხო დამკვეთთან ნუ არის ესეთ შემთხვევებიც როდესაც დისტანციურად არ გამოდის და აუცილებელია რაღაცა ეტაპზე მოლაპარაკების რაღაცა ეტაპზე რომ პირისპირ შევხვდეთ ხო და ბარემ ფიქრობ რომ მოდი აი ეს იმ დღესვე კი არ ვიწვალებ უკან წამოსვლაზე ხო აი დავრჩებით რაღაცას დავათვალიერებთ რაღაცას ნახავთ ხო რაღაცა და ეს ძალიან კარგი არის მაშინ როდესაც აი ფრილანსზე მუშაობ გააქვს ესეთი ტიპის ესე ვთქვათ სამუშაო რო არ ხარ დამოკიდებული არც ლოკაციაზე არც დროზე იმიტომ რომ ყველაფრის შეთანხმება შეიძლება მოძრაობ მობილური ხარ და არა მარტო საქართველოს ფარგლებში დაუშვათ ფაქტიურად ყველგან სადაც ინტერნეტი და კომპიუტერი არის მუშაობ და აკეთებ შენ საქმეს აქ მთავარი არის რომ აი ეს ამან არ დაგაბნიოთ და აქ უკვე დისციპლინა არის საჭირო იმისთვის რომ დაუშვათ რადგან მე სახლში ვარ და რადგან მე დილის ამ საათზე ადგომა მისვლა და ეს რუტინა არ მჭირდება ესე იგი მოდი კიდე ცოტა ხანი და წამოვწევ მოდი ცოტა ხანი დაუშვათ კიდე ვიდეოებს ვუყურებ ცოტა ხანი ვიგორავებ ან რაღაცა უსაქმურობაში არ უნდა გადავიდეს ეს ამან არ უნდა დაგაბნიოთ აქ ძალიან დიდი ყურადღება გჭირდებათ და ნუ რა თქმა უნდა ახლობლებით სადრე თუ გვიან და სასურველი არის სადრე და რაც შეიძლება უმტკივნეულო ფორმით რაღაცა ძალიან ისეთი იმით უნდა მიეჩვიოს ყველა იმას რომ მიუხედავად იმისა რომ თქვენ ხართ სახლში თქვენ შეიძლება დროის რაღაც კონკრეტულ მონაკვეთში გააქვთ ვალდებულება კომპანიასთან გააქვთ ვალდებულება დამკვეთთან რომ რაღაც საქმე უნდა გაკეთდეს ამ მოცულობით და ამ დროში ხო მაგასაც ნელ-ნელა ეჩვევიან ყველანი იმიტომ რომ დღეს უფრო ადვილია ამის საქმე აი მაშინ ისეთი პერიოდი იყო რომ არ გქონდა ყველას გააზრებული რომ ადამიანი სახლში თუ არ ასაკეთებს სახლიდან როგორ შეიძლება მუშაობდეს ხო რაღაცა ну ბევრს კი შეიძლება ვისაც ციფრულ სამყაროსთან აქვს ჭიდრო შეხება იმას არ გაუკვირდა მაგრამ ну იყვნენ ადამიანები ახლა რომლებთანაც არ ქონდათ და ვისაც აიძულებურად ქონდა წარმოდგენილი რომ თუ სამსახურია და პრინციპში ხო არის ეს სამსახურები ახლა რომ აუცილებლად უნდა იყო ადგილზე და ფიზიკურად უნდა ესწრებოდე და მაგრამ პანდემიამ გვაჩვენა რომ თურმე არსებობს ეს სამსახურები და შესაძლებელი არის კიდევაც დისტანციურად მუშაობა და ამ ყველაფერს ეგუება ხალხი მე გულისხმობ ის საახლობო რომელიც მიჩვეული არის რომ დაუშვათ თქვენ დილიდან საღამომდე სადღაც მუშაობდით და სახლში ხართ უკვე მერე გაგებით ეკიდებიან ესე თქვა და თქვენ თავარი ამ დროს საქმე გააკეთოთ ნამდვილად და განვითარდეთ და იმუშაოთ და ესე ვთქვათ იმუშაოთ თქვენს ჩამოყალიბებაზე და ამ დისტანციურმა მუშაობამ არ უნდა გაგიფუჭოთ და ხელი არ უნდა შეგიშალოთ განვითარებაში რა იმიტომ რომ ხო გითხარით რა ზოგჯერ ძალიან მაცდუნებელია რომ აი სახლში ვარ არსად არ მეჩქარება როგორც ასეთი და მოდი რა ახლა ესა აქეთ იქეთ და ეს ამან შეიძლება ჩაგითრიოთ და რაღაცა
და ძალიან ცუდი შედეგიც გამოიღოს. ამიტომ არა დისციპლინა და აუცილებლად რაღაცა დროის მონაკვეთების დაყოფა, რომ ამ დროში მე ვმუშაობ, ამ დროში ვისვენებ და ასე შემდეგ. ყველაფერი გამოგივათ. აბა წარმატებები.